გესალმებით. ეხლა თან გავიგვიძე, წუხელ გვიან დავიძინე. მოკლედ. მიზეზ დოს მარილია კლიაო. ხო გაგიათ. არ ვიცი, აი რა უნდა ვთქვა, ესეც არ ვიცი. მოითან ცოტა ჭურჭელი მაქვს ამის არიცხი ამოვრეცხავ ამას და ვიფიქრე ხა ჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ საერთოდ როგორც წესი სახელით დამეჭუდები ხოლმე, რომ თვალ ჩვეულებრივი არ არის ხოლმე ადამიანი, იმიტომ რომ წესიერი პატიოსანი ადამიანი, როგორც წესი, არ იმალება. ფსევდონიმი შეიძლება კიდე რაღაცა გქონდეს, ხო, მაგრამ ეს ლე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  ესეთი სახელებით ხო და რაზე დამიწყო, ალბათ არ ვიცი ნახავდით ვინც კომენტარებს უყურებთ ხოლმე ისო რა არის ეს ეხლა წინა ვიდეოში არ ვთქვი არ დავაკონკრეტე მგონი თუ სწორად მახსოვს მოკლედ იმას ვიწყებ ხოლმე ვიდეოს ხანდახან ეხლა ძალიან კაი ამიდია უბრალოდ ეხლა დაიწყეს იქ ხელოსნებმა რაღაცის კეთება და მზიანი ამინდიროაც ის ფერიც ან თუნდაც რაღაცა საინტერესოა ფანჯრებში რა ვიცი ხოლმე ვიღებ ხო და ისო რა არის ეს არ არისო საინტერესო კადრიო და მეო უფლება მაქვსო ეგრე გამოვიდა ეხლა ბევრი სახელით რო საუბრობს ალბათ თავისი თანამოაზრეები კი ეყოლება ესეთებს რა თქმა უნდა მაგრამ იდეა უფალს რომ ბევრი არ არის ესეთი იმიტომ რომ ეს არანორმალურობაა ეს არის ანომალია რომ შეხვიდე ადამიანთან სახლში და უთხრა რომ ვიცი რა შენ რაღაცა ისე არაკეთებ როგორც მე მომწონს ხოდა თან ეს არის რა ქვია დავინტერესდი მეთქი აი რო არ გაჩერდა რა გადავედი მის გვერდზე და როგორც ყოველთვის აღმოჩნდი მართალი 2025 წლის 15 მარტს იყო დარეგისტრირებული ანუ აი ადამიანი ხო იცით ჰეიტერი რა რომ ვერ ისვენებს რაღაცა არ ასვენებს და მოკლედ რომ მაინც წერს უარყოფით არ აქვს მნიშვნელობა ხო და მაგიტომ თქვი მიზეზ დოს მარილია კლიაო ანუ მისთვის ყოველთვის რაღაცა იქნება ისეთი რაც მას არ მოეწონება და ეხლა ისე გამოუვიდა და სხვათა შორის ბევრ ბლოგერებთან მე შემიმჩნევია რა თვითონ ეხლა ბლოგერს ვიდეო დაუდია ისეთი ვიდეო სადაც ამბობს რომ ეს არ ამხია ანუ ბოდიშითო და თქვენ ჭკუაზე ვერ ვირთ ეს ჩემი ბლოგია და რაღაცა ამას რატო ამბობს ეხლა ყველა ბლოგერი და მართალია იმიტომ რომ ნებისმიერმა თქვენთაგანმა რომ გადაიღოთ ვიდეო ანუ აი ყოველდღიური ცხოვრებაზე რა და ვიღაცა მოვიდეს და გითხრათ რომ იცი მე არ მომწონს შენ ესე რო ცხოვრობ მე უფრო მომეწონებოდა შენ რომ თქვათ მოგზაურობდე და რაღაცა უფრო საინტერესოს იღებდე ისე ლაპარაკობენ გეგონება ჯერ ერთი მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობ პრინციპში მოდით გულწრფელად შევხედოთ რა ქვეყანა მდიდარია როცა ხალხია მდიდარი ჩვენ ქვეყანა უკვე აი მართლა ესე მგონია რომ სხვის ანუ სხვების დანახული შეიძლება ბევრმა არ თქვას მაგრამ ასე ფიქრობენ დარწმუნებული ვარ მაგაში რომ აი მათხოვრებივით გვიყურებენ იმიტომ რომ ადრეც ესე იყო სხვათა შორის არ ვიცი რამ განაპირობა მაგრამ ხოიცით მაინც საზღვრავენ ადამიანების ცხოვრების ხარისხით ეხლა შეიძლება 1-2 კარგად ცხოვრობდეს მაგრამ
100% და 99% რომ ხო ვიღაცამ ამას წინათ ვიდეო ნახე, უბრალოდ ვიდეო კი არ ნახე, სათაური შემხვდა ესეთი. და აი ხო იცით მაუს რო ახლოს მიიტანდა რომ ისმის ხმა ანუ დასაწყისი და ისო საქართველოშიო ანუ მართალი მე არ მესიამოვნა ხა რა თქმა უნდა არ არის ასიამოვნო ესეთი რაღაცის მოსმენა მაგრამ რაღაცა დოზით სიმართლე იყო ანუ ფული უნდა რა მოკლედ და რატო ფული იმიტომ კი არ უნდა ხა ქართველებს რომ აი რაღაცა მანიაკალური ის აქვს აი ფული და რაღაცა ხალხს ისე უჭირს რომ უბრალოდ ეს საჭიროება და უკვე იქამდე მივიდა ჩვენი ცხოვრება რომ ანუ როგორ ძალიან გაუფასუდა რა მოკლედ ამ ფულის უქონლობის გაჭირვების გამო და რეებს კადრულობს კი არ უნდა განიკითხო ადამიანი ესეთ დროს მე ესე მიმაჩნია როცა რაღაცა იმ თქვათ თუნდაც იქ იმ TikTok-ზე გეფიცებით აი რაღაცა კუთხით ახლა კი არანორმალურობა რაღაცა მართლა ისა მაგრამ რაღაცა კუთხით მებრალებიან იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ისეთი სიდუხჭირია და ისეთი გაჭირვებაა ქვეყანაში რომ ხალხი რეებს აკეთებს რომ ოღონდ იქ ნახვები რაღაცა ფორიოებზე და რაღაცებზე იქ გავარდნენ და მოკლედ რა ხვდებით ხო რაც ვლაპარაკობ და არ მინდა ამაზე ხა ბევრი ისა მოკლედ ძალიან გაჭირდა ცხოვრება ხო და ეხლა ფული რო გქონდეს რას მოვაყოლეს ფული რო გქონდეს ეხლა ქართველ ადამიანებს უბრალო ადამიანებს ემაქვს საუბარი ხო რა თქმა უნდა ეხლა ვიღაცა ესეთი ადამიანებისთვის რომელსაც უფრო თვალის ასე ვთქვათ სანახაობითი ვიდეოები ნახოს რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა მეც გამიხარდებოდა ჩემ შვილებსაც გაუხარდებოდა და თქვენც მოგეწონებოდათ ბევრი ეგეთი ვიდეო თქვათ ეხლა რომ გავდიოდეთ სადმე თქვათ საყიდლებზე თუნდაც რაღაც ხო საყიდლებზე იქ ან სამოგზაუროთ თუნდაც საქართველოში რაიმე საინტერესო ადგილები ან საზღვარგარეთ მოკლედ რა ყველაფერი მიდის იქამდე რომ ყველაფერი სჭირდება სახსრები ისე არ ხდება და თან კიდევ ეხლა ნახეთ როგორი რაღაცა ვისაც ასე თუ ისე რა აქვს ანუ იუთუბერებზე მაქვს საუბარი რა შემოსავალი ეხლა 100,000 და მეტი გამომწერიც ყავთ და რაღაც ხო ისინი რომ ამბობენ ვიდეოში და წერენ კიდევაც რომ დონაცია რომ არხს დავეხმაროთ და ეგეთი რაღაცეები ხო იმათ არავინ არ უწერს მე ნუ ყოველ შემთხვევაში არ მინახია შეიძლება შლიან ეგეთ კომენტარებს ყოველ შემთხვევაში მაგრამ ანუ არხის განვითარებისთვის და რაც ახლა არხის განვითარებაში რა შეიძლება იგულისხმებოდეს თუნდაც ის რომ ადამიანი რომელიც იღებს ვიდეოს რომ კომფორტულად გრძნობდეს ხო თავის სიტყვაზე რას ნიშნავს კომფორტულად არ ქონდეს რაღაცა პრობლემები და უფრო ლაღად იღებდეს ხო თავის ვიდეოებს ხო ნუ ახლა ბევრ ადამიანს ეს მათხოვრობად მიაჩნია არადა ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ნორმა ანუ იუთუბერების იმაზე მაქვს საუბარი რომ და ინფლუენსერებზე ზოგადად რა იქ ინსტაგრამი იქნება ტიკტოკი ეს არის ჩვეულებრივი მომენტი როცა მოგწონს ბლოგერი თუ მოკლედ რა ინფლუენსერი ასე ვთქვათ შემოწირულობა არის დონაცია ანუ და ურიცხავენ იმიტომ რომ ანუ უფრო განვითარდეს უფრო წინ წავიდეს ეს ჩვეულებრივი ამბავია ჩვენთან არის ყველაფერი უკვე ყველაფერს იარლიხს აკრავენ რომ ეს არის მათხოვრობა
რომ ეს არის მიუღებელი ჯერ ერთი ბიბლიაც კი არ უარყოფს მაგას და ვიღაცა ადამიანი რომ მაგას იტყვის, რამხელად ცოდვას ჩადის. მათხოვრობა სიტყვა, ანუ ისე აქვს რა აგდებულად. ითხოვე და მოგეცემა. ესეთი სხვა არის ნაცვლად. ახლა როცა ადამიანს შეუძლია ვთქვათ შრომა, ხო, მაგრამ ნახეთ, შეუძლია ერთია. მაგრამ ჩვენ ქვეყანაში რაც არ უნდა შეძლო, იმდენს მაინც ვერ გამოიმუშავეთ, რომ ნორმალურად იგრძნო თავი. მართლა სრულიად სიტყვის მნიშვნელობა ნორმალურად, რომ იგრძნო თავი, იმდენს ვერ გამოიმუშავებს პატიოსანი წესიერი ადამიანი. მე არ ვლაპარაკობ ახლა იქ მეძავეზე, რომელიც და ისეთ ადამიანზე, რომელიც იქ საყვარლის კმაყოფაზე ან რაღაცას ხლართავს და მოკლედ ან რაღაცას იპარავს ან რაღაცა. მე ვიძახი ნორმალური წესიერი პატიოსან ადამიანზე, რომელიც არც იპარავს, არც საყვარელი ყავს, არც მოკლედ მიხვდით ხო რაც ვამბობ, ანუ ჩვეულებრივი ადამიანი თავისი პატიოსანი შრომით ძალიან ძნელია რომ ისეთი ის ნახოს რა შემოსავალი, რომელიც აი მართლა ადამიანს ათქმევინებს, რომ აი კმაყოფილი ვარ. ეხლა მე მაგალითად რაღაცა პერიოდი იყო, ნუ ეს კოვიდამდე რომ აღმოვაჩინეს, რომ თურმე საინტერესოა ეს ხელნაკეთი ნივთები ადამიანებს განსაკუთრებით ტურისტებისთვის და ცოტათი მოვიტყვი სული, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ახლა ესეთი კმაყოფილი ვიყავი, რომ ფეხზე მქონდა გადადებული და აღარაფერზე არ ვფიქრობდი თქო რა. ჩვენ რეალობაში ეგრეა რა, მოკლედ შვილები ყავს, იმ შვილებს განათლება უნდათ, სკოლა იმდენად ვერ უზრუნველყოფს, რატომ? იმიტომ კი არა ცუდი მასწავლებლები არიან, არა. უბრალოდ რაოდენობრივად ბავშვები ბევრნი არიან. სათითაოდ ყველას რო აუხსნეს მასწავლებელმა ამის დრო ფიზიკურად არ არის შესაბამისად მივდივართ იქამდე, რომ ადამიანმა უნდა აიყვანოს იქ ეგრეთ წოდებული რეპეტიტორი, რომელიც აუხსნის უფრო კარგად ბავშვს და უფრო ასე ვთქვათ მოამზადებს, ხო? ხო, ახლა სიახლე არ არის ყველას, ვისაც შეუძლია ყავს ეს რეპეტიტორები გინდა ინგლისურში, იმიტომ რომ სოსომაც აღნიშნა, რომ ენის სწავლა, როგორც ასეთი სკოლაშიო, წარმოუდგენელიაო, ვერ ისწავლი. ჯერ ერთიო ენის მატარებელთან უნდა ისწავლო და მაშინ იქნება შესაძლებელი. მართალია ვეთანხმები. მეტი პრაქტიკა უფრო სწრაფად სწავლობს ადამიანი ენას. ასევე ტექნიკური საგნებიც, ნუ მოკლედ რა, ხო და ყველაფერი ეს არის დაკავშირებული სახსრებთან, ანუ უფასოდ ესე მოხალისეთ, არავინ არ გასწავლის, არავინ არ დახარჯავს თავის დროს. კეთილი სამართლიანელები ჩვენ დროში სამწუხაროდ აღარ არიან ისეთები, რომლებიც თქვათ ისე უსასყიდლოდ რაღაცას გამიკეთებენ. ამ კუთხით, ანუ განათლების თუ ნებისმიერი თუნდაც რა. ხო და აი ესეთი ულტიმატუმები ახლა საიდან წამოვედი, სად წავედი. ეს ულტიმატუმები რო იცი საინტერესო არ არის. რაც არის, ანუ ეს არის. სხვა ამ ეტაპზე მე არ შემიძლია. მე დარწმუნებული ვარ, გოგოებო, ეჭვი არ შეგეპარებათ იმაში, რომ მართლა რომ მქონდეს იმდენი საშუალება მე რომ არ დარდობდე ყოველ წამს რაღაცა ისეთზე, ხო? რამდენად საინტერესო შეიძლება ყოფილიყო ჩემი ვიდეოები, ხო? ანუ ფანტაზია თუ შემატყეთ მყოფნის სამაგისოდ და არ ვიცი რა მოკლედ დღესაც მომივიდა SMS-ი, ეხლა რატო გიზიარებთ ამას, რომ არ იფიქროთ, რომ რაღაცას გიმალავთ. არ მინდოდა საერთოდ ესეთ რაღაცებზე საუბარი, მაგრამ აი დღეს მოვიდა SMS-ი თელმიკოდან და ნუ რაც მოვახერხე გადავიხადე,
დამჭა კიდე საკმაოდ დიდი ნაწილი დასაფარი და 24 რიცხვამდეო მოკლედ დაფარეთო თუ არა წინააღმდეგ შემთხვევაში გაგეთიშებათო. ხო და მოკლედ მოლოდინის რეჟიმში ვარო გაგვითიშავენ, იმიტომ რომ ფიზიკურად არ მაქვს მაგდენი რომ დავფარო. ამის გარდა კიდე დენი ეს არის ყოველდღიური ცხოვრების ჩვენი ცხოვრების ასე ვთქვათ ის ხო? ამის გარდა კიდე კრედიტი გაიზარდა უკვე 350-ზეა ასული. ანუ 260-ის ნაცვლად უნდა გადამეხადა 260. თან რა არის იცით ახლა ერთი მეგობარი მყავს ანუ უცხოეთში ცხოვრობს და ვიფიქრე ანუ ესესხებიან თქო მოკლედ რა დახმარებას იმიტომ რომ ახლა ევროპაში ჩვენზე უკეთესად რო არიან აი ნეტა ესეთი ხელფასები იყოს აქ გეფიცებით ჯანმრთელობასაც არ დავზოგავდი რაღაცა კუთხედი იმიტომ რომ უნდა გიღირდეს ადამიანო რომ იშრომო და იწვალო რომ რამე რომ მოხდეს მე იმ ანუ გამომუშავებული თანხით ხო შეძლო მაინც იმ შენი ჯანმრთელობის გამოსწორება. ხო და მოკლედ იმან იქით იმდენი იწუწუნა რომ მომერი და საერთოდ ვეღარაფერი ვერ უთხარი. რო ესა არა და აი მე ხო ვიცი ახლა იქაც ცხოვრება იქაც გჭირდება თან სხვა სისტემა გადასახადების სხვანაირად არის იქ ვინის ფირა თუ რა არის მოკლედ ყველაფერი შესაბამისობაშია რა თუმცა ჩვენ მაინც ვერ შევხვდებით ჩვენ რო გაჭირვებულები ვქვია ისე ანუ საქართველოს მოსახლეობას ისე მაინც არ არის და ჩემთვის გავიფიქრე ანუ 100 ევრო აი მართლა მეყოფოდა ამოვისუნთქებდი ამისგან და 100 ევრო ეხლა იმათვის არის ხელფასის მე რა ვიცი მე რამდენები როცა 1500-2000 და მეტია ხელფასი ხო თავისთავად მცირე ნაწილია რა ეხლა როცა მე მქონდა ხელფასი 700 რაღაცა ხო ახლა 700 რაღაციდან დავუშვათ რომ თხოვოს მეგობარმა მომეციო ერთი 30-40 ლარი ხო უნდა შეძლო ხო სიტყვაზე მე ხო მოკლედ რა ხო და აი ესე და ამის მერე მე მეუბნება ადამიანი რომ დედა საინტერესო არ არის და ქვენო რომ ითხოვთო ანუ მრავლობითში ჩვენ იუთუბერები რა რომ ითხოვთო იმასო რა ქვია გამომწერებსო და ლაიკებსო ჩვენ უფლებები გვაქვსო რომ ანუ თან ისე კი არ გამოვიდა რომ უფლება გვაქვს აზრი გამოვხატოთ ერთი აზრის გამოხატვა ესე იგი თან ყველას გადაუარა ანუ ხო არ კითხა ხო გამოკითხვა ხო არ ჩაატარა რომ ვის მოგწონთ ესეთი კადრი და ვის არ მოგწონთ არა დაასკვნა რომ მისი აზრი არის მისაღები და სხვა დანარჩენს მაპატიეთ და თავებზე გადაუარა რა ესე იგი მე არ მომწონს და რატომღაც მრავლობითში რომ ეს არ არის საინტერესო კადრი იქ იმას ბაძავ ამას ბაძავ რაღაცა ესეთები არ ვიცი მე როგორ შეიძლება ადამიანმა მიბაძო პეიზაჟის ან რაიმე ხედის ჩვენებით ესე იგი საავტორო უფლებები აქვს იმეს რომ ხედებია ჩვენოს თუ რა ხდება ვერ გავიგე რა საინტერესო ეს არის ჰიპოთეზა ხო და მოკლედ გინდა თუ არაო შენო უნდა გაითვალისწინო მე რასაც ვამბობო და ესა ანუ ამოიღეო ეგეთი კადრებიო რა ესე გამოუვიდა რა ეგეთი კადრები ამოიღეო მე ეს არ მომწონსო ხო და აი რა ეს როგორც იცით მე მაპატიეთ ესეთი გამოთქმა არსებობს ხო ხორის წყილიო თუ ტილიო ფეხზე დაისვი თავზე არ გასოსდებაო დაუშვათ და მე წავედი იმაზე დათმობაზე დაუშვათ არ ვიღებ ეგეთ კადრებს ხო სიტყვაზე
თქვენ ხო წარმოგიდგენიათ მე რა რეებს გაბედავს ესეთი ადამიანი თან აშკარად რო ეტყობა რომ არაკეთი მოსულნია თორე კარგი ადამიანი ნორმალური ადამიანი გაწონასწორებული თუ რაღაცა არ მოსწონს მე გამომწერი ანუ ჯერ გამომწერები რო იყვნენ და მე მეგობრები რო გახდნენ ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს ეს და ახლა ადამიანები ვართ ზოგს რაღაცა მოგწონს არ მოგწონს ყველაფერი ვერ მოგვეწონება, ხო ეგრეა? ხო და ესო რა ქვია, ერთ-ერთმა თქვა რომ მე მაგალითად რომც არ მომეწონოს რაღაცა ამაზე არ დავიწყებო რა ისა. აი ზუსტად მეთქი, მეც ესე ვარ მეთქი, როცა რაღაცა არ მომწონს, არც ბეჭდას ვიწყებ, არც არაფერ შეწუხებას ადამიანის, ну ახლა ყველა ადამიანი ვართ, ანუ ზოგი ესეთი იდეალურები ვერ ვიქნებით. შეცდომას ყველა უშვებთ. მე ხა ვერ დავარქმევ მე ფანჯრიდან ხეთს შეცდომად ვერანაირად. იმიტომ რომ ეს ჩემი ცხოვრება ახლა დაიწყო ჩემი დღე და გავიხედე ფანჯრაში რაღაცა გითხარით, მე წამოვედი აქეთ, აი რა პრობლემა. ხო, ну მოკლედ ეს რა დავარქვა უკვე არ ვიცი. რა ქვია ესეთ საქციელს. ну ის რომ ჩვენ ანუ ზოგადად ჩვენ ქვეყანაში გვერდში დგომა უცხოხილია, ეს ამაში დავრწმუნდით ჩვენ. თუმცა დიდება უფალს, აი მართლა დიდება უფალს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც აი მართლა ადამიანები არიან და აი მე იმედება კი არა, აი როგორც იცით, აი რაღაცნაირად რომ ჯერ კიდე არ არის გადაგვარებული ცხოვრება ჩვენ ქვეყანაში თუნდაც. რაღაცა არის კიდე ის სიკეთე ის ყველაფერი რა, ანუ რაც მე მაგალითად გულს მიხარებს და მე როგორც მიყვარს თქვა ადამიანის გახარება ისე რომ არიან ესეთი ადამიანებიც. აი ეს მართლა ძალიან კარგია რა მოკლედ. ხო და აი ესეთი ადამიანების წყალობით ბრუნავს დედამიწა, მოდით ასე ვიტყოდი. ხო, ბოდიში მოგიხდით ჩემი გაწეწილი ვარცხნილობით, როგორც ვარ ესე ვარ, მოკლედ. აი ესეთი ამბებია. ასე რომ მიზეზი, ძირითადი მიზეზი ვფიქრობ, რომ მაინც არ ვიცი, ხა ნერვები მეც მქონია გაფუჭებული. მეც ყოფილვარ თუნდაც რაღაცაზე გაღიზიანებული, მაგრამ არასოდეს არ გადამიბრალებია სხვებისთვის ეს ამბავი. ყოველთვის ვეძებდი საკუთარ თავში რაღაცის ამოხსნას. რომ აიცი, აი იმის ბრალია, ამის ბრალია, იმას რატო აქვს, ამას რატო აქვს, აი ესეთი რაღაცა არასოდეს არ მომსვლია მეგობრებო თავში. ხო და ну ახლა სოსოს მაგალითად ერთხელ ვუთხარი რომ ვის მეთქი რა ქვია რაღაცაზე ვლაპარაკობდი ისე რა არის მეთქი რა აი ზოგი მეთქი ზოგს მეთქი არც შრომა ჭირდება არც არაფერი თქო და მორთმეულზე აქვს თქო რა ყველაფერი ანუ ზოგადად ისე ვთქვი რა განა ის რომ მე მინდა მორთმეულზე ვიყო თქო არა მე თვითონ ვერავიტან მაგას იმიტომ რომ ვინც მე დიდი ხანია მიცნობთ კარგად გემახსოვრებათ, რაც მაქვს ნათქვამი მაგასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი გამომუშავებული ლუკმაპური უფრო ტკბილია, მოკლედ, ეს ჩემი დევიზია. ხო და სოსო თქვა რომ ზოგი ესეთი დაიბადაო, ზოგსო ქონება აქვს და დაუტოვეს ზოგსო ზოგმა ესექნაო, ისექნაო, მოკლედ, იქ ცოტა კრიმინალური რაღაცები და ხო და ასეო რა, ხო პატიოსანი ადამიანი ყოველთვის იჩაგრება, როგორც ვატყობ. მაგრამ პატიოსანი ადამიანი უტვინო არ უნდა იყოს. ანუ ყოველთვის რაღაცა, ხო და მთავარი, რაც ადრეც ვთქვი რა, გულით უნდა სთხოვო ღმერთს, რომ რაღაცა, ასე ვთქვათ, ნიშანი მოგცეს, რომ რაღაცა გზა გაპოვნინოს, რომ იმ კუთხით განვითარდე, რაც შენთვის უფრო მისაღებია და შენ უფრო გამოგდის. ანუ რაც ჩემი საქმე არ არის, იმას ვერ გავაკეთებ, ხო ეგრეა, ეხლა რაც თქვენ არ გეხერხებათ და ვერ აკეთებთ, დიდხანს ვერ გააკეთებთ, რომც დააძალოთ საკუთარ თავს.
ესეა. ზოგს ჯანმრთელობაც არ უწყობს ხელს, ზოგს, მაგრამ აი ეს არის ზუსტად მცდარი ისა, რომ ჯანმრთელობა რო არ უწყობს ადამიანს ხელს და მაინც რო წირავს, ეს უკვე დიდი ცოდვაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ის სხეული, ის სული უფალს ეკუთვნის, ხო? ანუ შენ არ უფრთხილდები შენს ხელს, ეს უკვე დიდი ცოდვაა. მე ესე მიმაჩნია, არ ვიცი, შემისწორეთ თუ რამეს არასწორს ვიძახი, როცა შენს ხელს არ უფრთხილდები და ასე ვთქვათ, ბოლომდე ცვითავ, რასაც ქვია, რომ ხო რა, ესეთი გამოთქმა რუსულით რაღაცა. ანუ წირავ ფაქტიურად შენ ჯანმრთელობას, რაღაცა სამსახურს, ჩემი აზრით ეს არის დიდი ცოდვა. ამიტომ არის ზუსტად, რომ ღმერთი ამბობს, რომ ის საქმე უნდა აკეთოს ყველამ, რომელიც მას ანუ სულს უთმობს და თან კიდე ამითი შემოსავალს პოვლობს და ანუ ხარისხიც მაღალია, ხო? რა თქმა უნდა, როცა ადამიანი საკუთარ საქმეს და პროფესიონალია თავისი საქმის, უკეთესად გამოსდის. იმიტომ არის ჩვენ ქვეყანა დაშლილი და დანგრეული. ყველა ანუ პრესტიჟული ესა და მაგიტომ ძალით რომ მუშაობენ. პრესტიჟი რა შუაშია? შენ თუ არ გამოგდის ის საქმე, მაგალითად თუნდაც მედიცინა, ხო? ნუ აი ექიმი, აი ყოველთვის იყო ესეთი ექიმის ოჯახი, ექიმი ისა. კი, კარგია, მეგობრებო, კარგი პროფესიონალი ექიმი და რაღაცა, მაგრამ ამ ბოლო ხანებში თუ დააკვირდებით, რა დონეზე დავიდა ეს ექიმობა. რავი, ღმერთო მაპატივი, მაგრამ ყველას ვერ მოხარშავ ერთ ქვაბში, მაგრამ უმრავლესობა აი შარლატანები, არ ვიცი, ალბათ შატალოზე დადიოდნენ, ხშირად აცდენენ და არაფერი არ ისწავლეს, ანუ როგორც უნდა ესწავლათ რა. ხო და ძალიან გული მწყდება, მართლა კარგი სპეციალისტი იყო ჩემი მეზობელი. ძველ მისამართზე, კარის მეზობელი, აი ნინა ჩაჩავა სადაც ცხოვრობდა, მე ის ბინა იყიდა გურამშარაძის ოჯახი. ანუ ჩემი კარის მეზობელი იყო გურამშარაძე და ბრწყინვალე ექიმი შვილი ყავდა, რომელიც მოკლეს. როგორც მოკლეს გურამშარაძე, მოკლედ კარგებს და შარლატანები ეს ხელის გულზე ატარებენ. ღმერთო, როდის დავაგდება ყველაფერი და როდის აი რო იტყვიან სამართალმა პური ჭამაო. იმედია ძალიან მალე, იმიტომ რომ მე მგონი ყველაფერი იქით მიდის. რა ვიცი, ახლა ძალიან ახლა იმათ არ ჩამთავროთ ახლა ფანატიკოსად, მაგრამ რაც წინასწარმეტყველებია და ისა, რა ვიცი, კი სრულდება უკვე ზუსტად აი რო იტყვიან რუსულად на финишной прямой რა, ესე უკვე გავდივართ რა გადაგვარების, რა ვიცი რა ზღვარი. ხო და ესე მეგობრებო, ასე რომ ასე. ღმერთის გზით ვინც არ მიდის, დაკარგულია, ყველა გაგებით. всё. აი ეს არის სამწუხარო. რო შევყურებთ სხვა ქვეყნებს, როგორ კარგად ცხოვრობენ, ნუ ჩვენზე მეტად კარგად, კი შეიძლება იქაც არის ბევრი პრობლემები, მაგრამ ჩვენზე უკეთესად, ანუ ფინანსურად და ხელფასების ამბავში ხო უკეთესად არიან. ხო და ესე მართლა მათხოვრებივით ყველა, მთელი, ანუ 99%-ზე მეტი ადამიანების საქართველოში მაცხოვრებლები მართლა ესე მათხოვრებივით შევყურებთ უცხოეთს და რაღაცა თვალს წყალს ვალევინებთ, რასაც ქვია და ჩვენ კიდე არ შეგვიძლია ისე ვიცხოვროთ. ესეა. ნუ ერთეული ოჯახებია, ვინც ასე თუ ისე ახერხებს, მაგრამ ისიც ძალიან ის არის. აი მე მაგალითად რომ შეძლებული რო ვიყო და მდიდარი რო ვიყო, ძალიან შემრცხვებოდა ამ ქვეყანაში ცხოვრება. იმიტომ კი არა რაღაცა ვთქვა და აი ზუსტად იმიტომ რომ ამდენი ხალხი არ ცხოვრობს ასე და მე რაღაცა აი სამარცხვინოა ჩემი აზრით. ნუ ეს ჩემი აზრია. კარგით მეგობრებო, დროებით დაგემშვიდობებით. გუშინ კი გითხარით საამოს მოვალ მეთქი, მაგრამ იქ სოსომ რაღაცა იქ ტელეფონი მოკლედ დახარჯა ეს ამერი შევაერთე არ დაიტანა. აღარ ვიტყვი წინასწარ არაფერს. კარგით, აბა დროებით დაგემშვიდობებით.